და მნიშვნელოვანია, რომ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც არის გათვალისწინებული, იყოს მინიმალური და ეს ხარჯები მაქსიმალურად გადაგაცემდეს მოქალაქეების როგორც სოციალურ, ასევე სამედიცინო მიმართულებებზე. ეხლა არ არის დრო კომპლექსური დაშფოთებების და რა თქმა უნდა ყველა მხარჯავ დაწესებულებას და მათ შორის მმართველობას მინდა მხოლოდ რომ გაითვალისწინოთ ეს მოცემულობა. ასევე რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენს ღონისძიებებს ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა მოიჯარეს, რომელსაც შესაბამისი მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე საქვეუწყებო დაწესებულებებთან, საუბარი მოხდა კომერციულ ორგანიზაციებზე, მათ გადაუვადდებათ და იჯარის გადასახადი იქნება შესაბამისად დაუქმებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ყოფის ბაზრობის მოვაჭრეების ბედი და მიმართულებითაც როგორც პირველ ეტაპზე ეხლა სამი თვით მოხდება გადასახადებისგან გათავისუფლება. და ასევე ის რომ აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში ნარინჯისფერი მთელი, ეს უკვე ექსპორტირებულია 4400-ზე მეტი ტონის მანდარინი სხვადასხვა ქვეყნებში და ამ მიმართულებითაც ექსპორტირების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ექსპორტირების გათავისუფლება ეგრეთ წოდებული წარმოშობის სერტიფიკატის მოსაკრებლისგან. ეს არის იმ ღონისძიებების პაკეტი, რომელიც პირველად ეტაპზე გაფართოებული შეზღუდვების ფარგლებში მიეხმარება ყველა მოქალაქეს და ამ მოქალაქეების ჩამონათვალში შედიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახები, როგორიც არის მარტოხელა დედები, სარეწეს მიჯაჭვული ადამიანები, შეშემე პირები და რაც მნიშვნელოვანია ჩვენ ამ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების პარალელურად ვიმოქმედებთ პროპორციულად, როგორც ეხლა, ასევე მომავალშიც არც ერთი მოქალაქე, რეგიონის არც ერთი მაცხოვრებელი არ დარჩება სახელმწიფოს და ხელისუფლების ყურადღების გარეშე. აქვე მინდა მე ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს მხოლოდ დავავალო, რომ წლის ბოლოსთვის იქნას უზრუნველყოფილი ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან. და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით დავუყანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. დიდი მადლობა და ეხლა მე მინდა დღის რიგით გათვალისწინო საკითხებს ვივიდნენ. მოიჯარები გათავისუფლდნენ სამი თვის ვადით იჯარის გადასახადისგან, რაც შეეხება რომელიც ეხება ზამთრის თვეებს, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და თუმცა რაიმე ტიპის ავალიანება აქამდე ან ამ კონკრეტული სამი თვის გადასახადი გადავალდება მომდევნო წლის პირველი ივლისამდე და საშუალებას იცემს მოიჯარეებს, რომ არსებული ფინანსური რესურსები გამოიყენონ მიმდინარე შეზღუდვებისა და მიმდინარე პანდემიის ფარგლებში და გადასახადები ასე გადაიხადონ უკვე მომავალი წლის პირველ ივლისში. გათავისუფლების ნაწილში ეს ეხება აჭარის სიასა ეკონომიკის სამინისტროს მოიჯარეებს და ეხება ზამთრის თვეებს, მიმდინარე წლის დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. ამასთანავე თუ რაიმე დავალიანება ნახავთ ამ შემთხვევაში, დავალიანების გადაცემის ბოლოა და სამსახურება მომდევნო წლის პირველი ივლისი. ეს ტექნოლოგიის მეორე და მესამე საკითხი არის ერთი კომპანიის ორი საინვესტირო ვალდებულება პირველ
მოგვიანებით გამოძრაის აფრიკასიათასებალის პირასამტეხო და იმ გარანტიის და დარგების ფარგლებში თქოს პირასამტეხოს პირობით გათვალისწინებას, რასაც უმეტყობს ის გარანტია, რომელიც ამ გამოძიებული 150 ფესტივალის მოდელების გარანტია. ყოველი შემდგომი ცვლილება უკვე იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს არსებული გარანტია იქნას გამოყენებული. მეორე მესამე საკითხი არის იგივე კომპანიის ოფისის მიმართებაში, როგორც იცით, ედიას მადლობა. იუსტიციის დაფის მოპირდაპირე მხარეს არსებული პროექტის ფარგლებში კომპანია აშენებს რამდენიმე ბლოკს, როგორც იცი, ამჯერადაც დაიხურა მთავრობის ხდომა, თქვენ მოგეხსენება და თვარის დამკვირვებლად, რომ აჭარის მთავრობის ხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო შესავალი სიტყვა არის ღია, რომელსაც თქვენ ახლა მოусმინეთ. და ამ შესაბამისად მიმდინარე საკითხებს ეხმაურება ძირითადად მთავრობის თავმჯდომარე. მან პრინციპში 20 კაციანი ბანდა უწოდა საპროტესტო აქციას, რომელიც ახლა მთავრობის ახლის წინ მიმდინარეობს და ახლა გრძელდება 3 ნოემბრიდან დღემდე. დღეს აჭარის მთავრობის ხდომა დაიწყო და მიმდინარეობს საყვირების ფონზე და ამჯერადაც აჭარის მთავრობის ხდომა იყო დახურული, ამ დახურულ რეჟიმში დაგრძელდა ის. ნახოთ რა ხდება მთავრობის ახლის წინ. აქ ისე გრაუნდ პოლიციელები და ჰელიუმის ბუშტებსაც, რომლის გამო მაშინ დააკავეს ერთი მოქალაქე და 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა მას ბათუმის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კონკრეტულად. აქ როგორც ჩანს დაპირისპირება და საპროტესტო აქცია გრძელდება. დარჩით ჩვენს არხზე ბათუმელები ჯინეთ გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მე ჟურნალისტი ჯაბა ნენიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. მადლობა ყურადღებისთვის.